აა, წინა ვიდეოში შემელაპარაკა ქართულ რეალობაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე, როდესაც გასაუბრების დროს სვამენ ძალიან პირად კითხვებს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. გათხოვილი ხარ? შვილები გყავს? მე გათხოვებას არ აპირებ, ესეთი ახალგაზრდა ლამაზი გოგო რო ხარ? ან არ ხარ ლამაზი, სულ ერთია. ან უკვე გათხოვდი და ბავშვს რო არ აპირებ? ერთი შვილი რო გყავს, კიდევ არ აპირებ გაჩენას? უშვილო ხო არ ხარ? და მსგავსი კითხვები განსაკუთრებით ქალების მიმართ არის ძალიან ხშირი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა, კერძოდ შრომის კოდექსი კრძალავს დისკრიმინაციას ადამიანის აყვანასთან დაკავშირებით სამსახურში, მისი ოჯახური მდგომარეობის გამო და მისი ოჯახური მდგომარეობის ნიშნით. ამ კითხვებს მაინც სვამენ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ცნობის მოყვარეობითაც მათ შორის, მაგრამ უფრო მეტად, იმიტომ რომ ითვლება, რომ განსაკუთრებით ქალი თუ არის დაოჯახებული, ყავს შვილები, მით უმეტეს პატარა შვილები, მან შეიძლება ვერ მოიცალოს სამსახურში ზედმეტად დასარჩენად, ზეგანაკვეთურად სამუშაოდ, ღამეების გასათევად, რასაც სამწუხაროდ ყველა დამსაქმებელი მოელის, ესე რუტინულად დასაქმებულისგან, მაგრამ ასევე თუ ის აპირებს დაორსულებას, ეს ნიშნავს, რომ მოუწევს დამსაქმებელს ის გაუშვას დეკრეტულ შვებულებაში. რადგან ის რაღაც ეტაპზე მოითხოვს ამ შვებულებას. შესაბამისად, მაგრამ ეს კითხვები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის გამო, რომ აკრძალულია ადამიანის სამსახურში აყვანაზე უარის თქმა ოჯახური მდგომარეობის ნიშნით, კანონდარღვევაა ეს. თუ ადამიანის სამსახურში ქალს არ აიყვანენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ყავს შვილები ან აპირებს შვილის გაჩენას. შესაბამისად, ეს კითხვები გამოდის უმიზნო, ხო? იმიტომ რომ შრომის კოდექსში გვიწერია, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია დასვას ის კითხვები, რომლებიც ვაკანსიას და ვაკანსიასთან დაკავშირებული არის და ადამიანის მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. და ვიცით, რომ ოჯახური მდგომარეობის გამოდის საქმე არ არისო, რომ ვუთხრათ, დიდი ალბათობით არ აგვიყვანს სამსახურში. არ აქვს მნიშვნელობა, გვყავს თუ არ გვყავს. ნუ ჯერ ერთი მიხვდება, რომ დიდი ალბათობით გვყავს, იმიტომ რომ თუ არ გვყავს, უფრო ვიტყოდით. გვყავს. ამიტომ შეგვიძლია ანუ ვარიანტი ნაკლებად, ესე ვთქვათ, რეალისტურად დაგვეხმარება დასაქმებაში, თუ ვიტყვით, რომ არ ვარ ვალდებული, რომ ეს გითხრა. უფრო მეორე ვარიანტი არის, რომ უპასუხოთ სიმართლე. კი, შვილები კი მყავს, მაგრამ მე მაინც არ მექნება პრობლემა სამსახურის შესრულებაზე, მე ძიძა მყავს, დედა მყავს, მამა მყავს და მაშინ გადის, რომ უნდა მოვუყვეთ მთელი ჩვენი ცხოვრების რეალობა, გადმოვულაგოთ ჩვენი სამზარეულო, საძინებელი, რავი, ყველაფერი, რაც გვაქვს. და საკმაოდ დამამცირებელი შეიძლება იყოს ეს. შესაბამისად, მესამე ვარიანტი არის, რომ, იმიტომ რომ ამ კითხვებს აუცილებლად დასვამს, რომ შვილები თუ გყავს, ვისთან დატოვებ, ან როგორ დატოვებ და ასე. არ არის გამორიცხული. ან შეიძლება არც დასვას და უბრალოდ უარი გითხრას. შესაბამისად, მესამე ვარიანტია, რახან კანონმდებლობით ეს არ არის, ეს არის დისკრიმინაციული საფუძველი და რახან ამ კითხვას გვისვამენ, ესე იგი დისკრიმინაციას გვიპირებენ დიდი ალბათობით, შეგვიძლია მაშინ მოვატყუოთ, ხო? არ ვუთხრათ და ვთქვათ, რომ არავინც არ მყავს, არცაფერს არ ვაპირებ. ნუ ამ შემთხვევაში თუ დაქორწინებული ვართ, რა თქმა უნდა, ბეჭედი არ უნდა გვეკეთოს ხელზე, როგორც მინიმუმ, რომ ჩვენი თავი არ გავთქვათ. და მეორე საფრთხილო ამბავი აქ არის ის, რომ თუ დამსაქმებელი სადღაციდან იცნობს ჩვენს ოჯახს, რაღაცა შორს არ არის ჩვენგან, მაშინ შეიძლება მან ეს გაიგოს და რა თქმა უნდა, ახლა ტყუილზე თუ დაგვიჭირეს, ეგრევე სამსახურში არ აგვიყვანენ. მერე თუ რაღაცაში გაიგო მოგვიანებით, რომ ოჯახი ყავს უკვე, როდესაც აგვიყვანა სამსახურში, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ მერე თუ გაიგებს და გაგვიშვებს ამის გამო სამსახურიდან, ეს უკვე პირდაპირ დისკრიმინაცია იქნება და ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ იმიტომ არ გაგვიშვა სამსახურიდან, რომ ოჯახი ყავს.
შესაბამისად, საბოლოო ჯამში ეს მაინც კანდიდატის ასარჩევია რა გააკეთოს, მაგრამ არის რეალურად ეს სამი გზა და თითოეულ გზას აქვს თავისი პლუს-მინუსები. ანუ ერთია რომ ვუთხრათ, რომ ვალდებული არ ვართ რომ ეს გამოვხილოთ, რაც მართალია პრინციპში. მეორე ვარიანტია რომ ვუთხრათ სიმართლე, რომ წყვავდეს ოჯახი და მერე გადავუშალოთ გული და ყველაფერი დანარჩენი დეტალები ჩვენი ცხოვრების, იმიტომ რომ შეიძლება მან ეს გკითხოს და დავიწყოთ თავის მართლება. და მესამე ვარიანტი არის რომ არ ვუთხრათ სიმართლე, დავმალოთ, უბრალოდ ამ შემთხვევაშიც ნიშნულოვანია რომ ეს წინასწარ ვიფიქროთ როგორ და რანაირად დავმალეთ. საერთოდაც წინასწარ უნდა ვიფიქროთ იმ უხერხულ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დაგვისვას, ხო? მაგალითად, წინა სამსახურიდან რატო წამოხვედი, ან სხვა მსგავსი საკითხები.